Ყველა სალამი. Გამშვიდობისა, ჩემო კარგებო და ძვირფასებო. აბა როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით. როგორი დილა გაქვთ. მე კარგად გრძნობ თავს და მიხარია. ეს მიკროფონი დამივარდა და კი რაღაც დავამტვრიე. მთელი თავის ჩასადებით. დილა ღმერთო შემოგჯერათ მაისიც გავიდა. 27 მაისი არის დღეს. გავიდა მაისი. მოვა ივნისი. ნეკას დაბადების დღე თოკოსი. თორნიკე 17 წლის გახდება. ჩემი პირველი შვილი 17 წლის გახდა, აი პროსტა არ მჯერა, წარმოგიდგენიათ? ჩემი შექმნილი სიცოცხლე, ჩემი და მამამისის რა თქმა უნდა, მაგრამ იმას უფრო იმი რო გავაჩინე არ მჯერა. და ანუ აი 17 წელი რო გავიდა, ეგეც არ მჯერა. აი სიზმარივით გაიფრენენ ძლები. ეგრეა ზუსტად ისე გადის დრო. ამიხარდა რომ მოგიწონოთ ჩემი ფორმუშკები. არა, ეხლა ცოტა ზედმეტი მაქვს. ფორმები მე ყოველთვის მაქვს. აი, როდის აღარ მქონდა, იცით? 45 კილოზე რო ჩამოვედი. წელი იყო, წვრილი მკერდი იყო, მაგრამ აი, ტრაკიც იყო, მაგრამ აი ეს ნაწილი აღარ იყო, აი ტრაკის, ანუ ცხიმი. აქედან ვაფშე წავიდა. ქვედა ნაწილი რა იყო, ესეთი უშნო იყო. 45 კილო უკვე ჩემი არ არის, არა და ჩემი სიმაღლის გოგოები, აზიატები მაგალითად აზიელები 40 კილოებიც არიან, მაგრამ ანუ მე იმის ცხონერი აღნაგობა აქვთ, მე არ მიხდება უკვე ეგ წონა. 47 კილოს ჩათვლით მე ყველაფერი მაქვს და ანუ რა თქმა უნდა წვრილი ვარ ძალიან და თხელი, მაგრამ ფორმები ყოველთვის მაქვს. ხა ესეთი არ მექნება როგორც ახლა მჭახა მეტი ვარ. ხო, მე ძალიან მომეწონა რომ ჩავიცვი ეს ისა. რა ქვია? ელასტიკი რო ჩავიცვი, რო ყიდულობდი, აი ძალიან მომეწონა უზომოდ. ხო და ასე. ნუ აგებულება მაქვს ეგეთი. სამაგეოთ არასდროს არ მექნება ძალიან წვრილი ფეხები მე. ძალიან წვრილი ფეხები აქვთ ხოლმე იმათ, ვისაც ანუ ზედა აქ უგროვდებათ ცხიმი. მე არასდროს არ მექნება. ანუ ისინი ძალიან ხდებიან, მე ცხიმი ასად არ აქვს, ფეხები ძალიან წვრილი აქვს და მე ნუ მუცელი ცოტა მაინც აქვს, მაგრამ სხვები ვერ ამჩნევენ. იმ დღეს რომელიღაც ჯგუფში წერდა გოგო. 59 კილო ვარო. 1 საათამდე ვარჯიშობო. ვიღაცა გოგოს პროგრამა იყო, თქვა, აი ძალიან რთული პროგრამა რა. და მუცელი ღიპი ეწერა, მაინც მაგა ფოტოები ეწერა და ეს ქონდა. აი ცხიმი აი აქ, აი ცხიმი. ანუ აგებულებაა ეგ რა. ყველაზე ბოლოს მაინც ხა მე მაგალითად ფეხებში და ტრაქში ყოველთვის მაქვს ცხიმი. ყოველთვის. და ჩემი სხეულის ტიპი არის ხალი, ანუ ზემოთ ხელი ვარ, ზემოთ ყოველთვის ერთი ზომით პატარა ვარ, ქვემოთ. და საერთოდ რაც ამომდის აქ, თეძოებზე და ტრაქზე წელზე ის მაქვს უშველებელი. მაგრამ რა თქმა უნდა არ მძურება, იმიტომ რომ სად გამძურება. ხო, ხოდა მოკეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აგებულებას, მაგის თქმა მინდა. ჩვენ კიდე მეძინება, რომელიც საათია? 9 საკლია 9 წუთი.
თელმშვიდობისა ყველას. აი ესეთი სტილის შავლებში. არა, ჩანს შემიტანი. ნუ, ჩანს, მაგრამ არ ჩანს და მე რო ვიყიდი ნელ-ნელა რაღაცებს, ჩემი სხეულის ფორმების მიხედვით მინდა და ფერებით და სხეულის ფორმების მიხედვით, ანუ ძალიან მინდა რომ გარდირობი შევკრიბო. აი, სადაც ყველა სიტყვა, ყველა ფერი და ყველა ფორმა ვიქნები მე. ანუ ჩემი გაგრძელება, ასე ვთქვათ. ძალიან ბედნიერი ვიქნები. ეს ყველაფერი რაც მაგ ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს. მაგრამ ხო იცი ის შენ სადაც შენ თავს გრძნობ, ის სხვა არის, ხა მე ჩემ თავს რასაც ვგრძნობ, იმაში სხვა ვერ იგრძნობს თავის თავს. ანუ მაგას ვიდა. თორე ისე ძალიან მომწონს და ძალიან მშვენიერია და ისეთი რაღაცებს ვხმარობ, რაც მეტნაკლებად ჩემია. მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს. თქვი ხო ევა მაკარონი მინდაო. ოღონდ რა ვნახე. მოხარშულ ბრინჯს რეცეპტია ორევენთინუს თავის წყალში რო ამაგას. ამატებენ მაიონეზს, ზოგი კრემყოლსაც ამატებს მაიონეზს ერთად და ჩილის სოუსს რაღაცას, მწვანე ხახს და ამოურევენ. მე ნორის ბურცლებს დაფხვნიან და იმაში როგორც საფანელში ამოავლენ, ბურთებს აკეთებენ. და ვითომ რაღაც ძალიან მაციროლების პონჩი ჭამენ. ძალიან საინტერესოა, მინდა გავაკეთო. დუშმანი საჭირო. მაგარეთ არის. ახლა შევწვათ მაკარონი. კამერა დავაკეთა. ანუ მარილი აქვს. მე ეგეთი მიყვარს. ეგეთი მეგემრიელება. მე ცოტას მე შევჭამ მაკარონს, ოღონდ ჯერ ყავა მინდა. მე ძალიან მიყვარს მაკარონი. უბრალოდ ასეთ ცარიელი მოხარშულიც კი ძალიან მიყვარს. ესმე. ასე და ახლა აი ისე მეძინება ხალხნო. დღეს დილას გამეღვიძა ორჯერ. ერთხელ ადრე გამეღვიძა, ბონი როგორც კი შვება, ანუ ბოდი შეხამ დეტალებისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა. ანუ აქეთ ზალაში რომ მედო მისაღებში, საფენი. მან საერთოდ გადაეჩვია და მარტო ჩვენ საძინებელში, შობან სადაც თვითონ ძინავს, იქ ახლოს. საერთოდ ამბობენ რომ ძაღლები პირიქით არიან შორს და ეს პირიქით სადაც თვითონ ძინავს, იქ ახლოს. ხო და როგორც კი იზავს, ეგრევე ესე მივეჩვიე. იმ წუთშივე წამოვხტები და მივარბენებ, იმიტომ რომ ყარს, კატასტროფას უნია. და მე ეგ სუნი დგება ოთახში თუ მაშინ ვერ გადავაგდე და უკვე რას როგორ მივეჩვი, იცი? ასე კაპძერსო დავარდება. უკვე ვიცი და მე ღვიძება ხალხო მაგის ხმაზე. და ვაგდებ.
რა ბონინკა ეგრევე ხო და დილას ერთხელ მაგაზე გამეღვიძა რავი ალბათ 6 საათი იქნებოდა მერე იკარო მიდიოდა გამეღვიძა და მერე კიდე გამეგვიძა მესამეთ ხაჭის რა ვიცი ხოდა ეს მესამეთ რომ გამეღვიძა მერე აღარ დამეძინა და რაღაცნაირად თითქოს ძილი მაკლია და იმეძინება თან ადრეც არ დამიძინია ბავშვმა კი დაიძინა მაგრამ მე ვიწექი მაგასთან მაგრამ არ მეძინებოდა ხოდა შესაბამისად რაღაცა გამოფინტერებული რა ხარ ეგრევა მეც თხილი მოვხალე რაღაცა მინდოდა და დამავიწყდა და მინდოდა რაღაც გაკეთება მინდოდა ხო ზურება ეს ხო და მოკლედ ასე ხა ყავა მოვაძუღოთ ეს შევწვათ და ვიჯუგდუგოთ დილის ვლოგი მე და თქვენ არის 10:09 მიწის თხილი მოვხალე როგორც გითხარით ამას რაღაც ჭირს ასე მეხარე აჰა ავიცი ყველა ნალექი იდგა და მე აღარ გავუვიდა უნდა გავრეცხო რა უჩამოსიყვარულო ახლა მაკარონს გიწო მე ჩემო მზეო ჩემო ვარსკვლავო ხილიმ გადაუ მისართმევან ყავაცა დუღდება მაკარონი შეიძლება და წავალთ მე და თქვენ დუღდა ნახამო ამოდის ნახება მე მიყვარს ესეა კაფეინი მეც მიყვარ ხარ ჩემო მზედამთვარე ჩემო ვარსკვლავო ახლა დავალოდებ ეს რა შეიძლება მე მოიცა ამას დავიღებ ბარემ მეც ჩემო სიცოცხლე მეც ძალიან მიყვარ ხარ ჩემი სიცოცხლე ხარ შენ ბონი რასაკეთე ბონი ხო იცი რა ეგ საჭმელი არ არის ფო პირს რატო ილოკავ აქეთ რატო ქენი
ხო იცი რომ საფენზე უნდა გააკეთო ფიში და კაკა. აქეთ რატო გააკეთე, ჰა? ეს საფენზე უნდა ქნა. ფუფ. ფუფ. ეს არ იჭმევა ბონი. ეს არის ფუ, ხიხია. გესმის? ფუფ. ხანჯარა ღია, მაგრამ მაინც ყავს ყველაფერი. ჩემთან არ მოხვიდე ახლა. ამდენი ხანია არ უჭამია კაკაშკა, იმიტომ რომ სულ აკონტროლებდი და ახლა ილოკავდა პესო. დებილო, დეგენერატო. აი რამდენად საჭმელს ჭამყველს, ხაჭოს, კვერცხს და აი მაგის გემო რატო მოგწონს კიდე. დეგენერატი თუ არა ხარ. ციკლი რო დაუმთავრდება ახლა ბონის. წავიყვანო ვეთთან. რატო ჭამს? დაუნიშნოს რა ვიცი მე. თუ კი არის რამე დასანიშნი. I love you, Eva. Como costas macaroni. Yeah. Skips დავაჭირა ახლა. ნახეს რა. აუე. აია, skip რო აწერია. დავით. ზავიდეთ, აბევრი აროთ. მომენტ თქვენ სამყარო შემოვიაროთ. გავიდა სუნი ცოტა. აქ არ დაგინახო ეხა მოსული, არ მოხვიდე. ვერთრაკაია, როგორ მეძინება, ნახე სახეზე მეტყობა. დილამშვიდობისა, როგორ ახართება? როგორ გიკითხავს? აბა წადი აქედან, წადი, რას ჭამდი შენ? რა დავინახე რომ რას ჭამდი? წადი აქედან, ცუძავი ხარ. მეჭის ხელებს გაჭმევ და შენ კიდე რებს ჭამა, ჰა?
ძირს არ შეჭამო. ვამ. როგორია თქვენი დღე, თქვენი განწყობა? დაწერეთ. წაღან დავაგულე რაღაც კომენტარები და ეხლა აღარ გამომიჩნდება აქ. მე რო გამახსენე და გავჩერდი. და გაჩერებული ვარ აი ამაზე. მე დამივარდა. ევა 5 წლისა და ინგლისურად უკეთ საუბრობს ვიდრე ქართულად. ჭიანია. ყოჩაღ ძალიან მაგარია, უბრალოდ ქართულით დახვეწინე უფრო. დაკაბანობა. ქართულს დახვეწავს თვითონ უნდა არ უნდა, საქართველოში ცხოვრობს ქართველია. და შესაბამისად ქართული ვერსად ვერ წავა. მაგრამ ინგლისური მატარებელი ვით ესოდინება ენის. როგორც თორნიკე და ანდრია მიციან რუსული. მასე რომ მაგაზე კი არ დარდო მიხარია. მაინა ევარასოყალი ხარ პატარა მადლობა ძეფასო. გილოცანი დამოკიდებულებას ყოველთვის თავისუფალი იყოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ამინ ჩემო საყვარელო. ამინ. იბმამ ჩემო საყვარელო როგორ ხარი სიტყვები და მე გული გამისკდა დრენაჟი აქედან ვიქვია შუატევან დაფია. ხო. ეს დინგიში ვარ მე. ტკბილად მახსენდება მაინც. მადლობა აღმეცნო. რამე ცუდი არ მოვიწიე. ეს არის გუში რო ვიყიდა. აქციაში რო იყო. გადავინახე. 2 შავი, 2 თეთრი გუშინ შევჭამე თითო. თეთრი უფრო მომეწონა. დანესტილა. აღარა ესეთი. გუშინ უკეთესი იყო. ხელით ვაძლევ ხომ, ეხლა არ ვაძლევ. თურიონ ჰეპი. ესეულად კარგი ადამიანი ხარ, სიკეთით სავსე გულის უფთა. მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და ჩემი გულის დანახვისთვის. მარიამ. მაია. ჩადი. უმაგრესი ოჯახი მხიარული. ევა ისდება ჩვენს თვალწინ საოცარი გოგონა ჭკვიანი. წარმატებები მხიარულებო, მადლობა ჩემო საყვარელო. აი სულ ფიქრობ მაგას რომ აგარ შემოყოლა არის ასეთი სახე ჩამომტირალი ძალიან სერიოზული ძალიან ნეგატიური და მინდა რომ ანუ მე მაქვს ძალიან მძაფრად შეგრძნება რომ ეს ცხოვრება არის წამი და მინდა რომ აღიმილში და სიხარულში გავლიოთ და გავატაროთ თუნდაც ის ჩვენი დღევანდელი დღე. შეამჩნევთ ალბათ ვიდეო დაჭრილია. თუ იკა და ბავშვები ერთად ვიდეოში არიან, ან ვიდეოში არა იქით ოთახში, ვაიმე, ისე ხუმრობენ, ისე ხოცებენ, ის დამბავში არა. მე მაგას ვერ ვუძლებ. ხო და ახაც ნამეტანი რომ მოსდიოდათ, აგრინი გამოჭრილია. ეს შოკოლადით. თეთრი უფრო მომეწონა მე. ეხა ბუენოს რო ვადარებ. ბუენო გამახსენა და იმიტომ ვიყიდა. ანუ უფრო უხარისხო კრემი აქვს ამას. კიდე ის უნდა მეთქვა. მე თამაში ვჭამე თეთრ. ადრე ყველანი ვიძახოთ, აი ცხოველი რო ვიყო, რა ცხოველი ვიქნებოდია? ეკამ, მე ბიზონა ვიქნებოდიო.
ბიზონიო. დაარქვეს ბავშვებმა, დაარქვეს რაიმის მერე. ვეძახიან ბიზონეს. ადრე კომენტარები წერებოდა ხალხს ცუდ რად ხდებოდა ყურში. ანუ ეგონათ რომ რაღაცა ან შეურაცხყოფელი იყო. ამენიკას არ მოწონა რაღაცა. ფოტოც მოძებნა. გვაჩვენა ესეთი ბიზონი ვარო ეხლაც გაერთო ვიყავით გასულები. თორნიკეულამდე მე უფრო სიმპათიური მეკონაო. არა სიმპათიურიაო. მთელი ამბავი. ასე დღეში იყვნენ. ხოლო ვაიკიკში შევედით. ანუ ვაიკიკიდან გავდივით ფლოში რა, გასასვლელია რა. ეს ხომ მივიდივარ რა. თორნიკედას ბიზონა და ორი ხალი გას. ეს გამოიყენეს. ამათმა ვერ შეამჩნიეს ვერცერთმა და რო გამოვედ მე უთხარი მე მეთქი ესე იყო თქო და იცინოდნენ ერთმანეთზე იწუნენ. მე და იკას არ გვაქვს ერთმანეთში ეგეთი შუტკა როგორც მაგას. просто ვჭრი ხოლმე, იმიტომ რომ რავი, აი ძალიან ტკბილი და სასაცილოა ოჯახში, მაგრამ რა ვიცი. გარეთ თვალით არ ვიცი რა, ამიტომ ვჭრი ხოლმე. მაგრამ ეს სახის დამატებითი კრემი ბიოდერმაო, არ არის ბიოდერმა, ესა გუშინაც ვაჩვენე. ამ კომენტარის გამო ვაჩვენე. მაგრამ რასაყვალები ხარ ნინიო და ცინის. ვიოლა არონია არის ეს მგონიო. მარიამ ნინი ლამაზო რამდენი კილო ხარ გამხდარი ხარ ძალიან ლამაზი ხარ ულამაზესი ხო? აი მე ძალიან დიდი მადლობა ძებებს გამხდარი არ ვარ. ეხა ვარ ჩემს საშუალოზე დაჟე მაღალ წონაზე. ანუ მე ვარ 160 და რო დავათვლებინე ჩემი მინიმუმი ჩემი მაქსიმუმი მინიმუმს მიწერს 47 გონი არ მახსოვს ზუსტად ანუ BMI-ის ქვედა ზღვარი რა მაქსიმუმს მიწერს 62-ს და მე ვარ ხა 57 ნახევარ ვიყავი ბოლოს ხა არ ვიცი ამდენი ვარ ანუ საშუალო არის რაღაც 55 ანუ 57 და 5 რო ვარ უკვე 58-ად მოვიაზრებ გონებაში რა ხო და ძალიან მეშტებოდა ხო და დავიკიდე მოკლედ უბრალოდ ორგანიზმს უსმენ და ვნახოთ სად მივალ ეგრე მინდა რომ მივიდე სადაც მივალ იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ადამიანის სხვადასხვანაირი ჩემთვის ერთ-ერთი სწორი გზა იქ არის ყველაფერი ვცადე და საბოლოოდ დავწმუნდი მაგაში ოღონდ ყველაზე რთული გზა არის იმიტომ რომ საკუთარი თავის სმენა ძალიან რთულია მანამ სანამ არ მიეჩვევი ძალიან რთულია თორე მე უკვე 10 წელი რო გავა ანუ ისე იქნება ეს ავტომატური რომ საერთოდ ლუკმას არ ჩავიდე პირში თუ არ მეშიება მაგრამ როცა წლების განმავლობაში ორგანიზმი იმიტომ კი არ ჭამდა რომ შიოდა არამედ იმიტომ ჭამდა რომ თქვათ დეპრესია ქონდა ან ცუდად იყო ან სტრესი ქონდა ან ვერ ისვენებდა და ანუ სხვა რაღაცების დანაკლისი უსებდა საკვებით ამას სჭირდება წლები რა რომ გადაეწყოს ორგანიზმი ხო ლელა ევარა ძალიან საყვარელი და ნიჭიერი გოგო ხარ მიყვარ ხარ მადლობა საყვარელო ნინო ევას ტიკტიკი არ შემიძლია გეხოტო ნეტკბილი მადლობა ჩემო სიყვარულებო ელდინო სალამი ძვირფასო რა საყვარლები ხარ დაილოცოს თქვენი ლამაზი ოჯახიო მადლობა ძვირფასო ირმა მშვიდობაში საყვარელო გიხდება ორივეო ეს ელასტიკები რო ვიყიდე ლეგენსები ყველაფერს მოუბავ თავს შენი დაბადების დღეებსაც გადაიხდით თან ძალიან კარგად და გემრიელად გამოგივა შენ რის ნინი ხარ ვაიმე მადლობა ჩემო საყვარელო დიდი მადლობა ჩემო ლამაზო შენი თმა ისე გამოიყובה ბზინვარე უჯანსაღებს და ძალიან ჰაეროვანი იშვიათად მომწონს თმა ასე ძალიან ვინმეს ვაიმე დიდი მადლობა უზომოდ დიდი მადლობა მე ადრე მინდოდა სხვა ფერის თმა იმიტომ რომ ხა იცით ფილმებში დისნეის მულტფილმებში და იმებში ანუ აი თუნდაც რაპუნცელს მაგალითად აქეათ მაგრამ დედინაცვალ შავი რაოდე მეც ჩემო სიყვარულო რადე რზე გინდა
მოვდივარ, ჩემო სიყვარული. ჩიმულამაზ. დაუცხადა მოვა. ხო და მოკლედ სხვა ფერით ამინდოდა მქონოდა ეს პრინცესებს როგორიც ქონდეთ ეგეთი და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა შემეყვარებინა ჩემი თმის ფერი. მაგრამ ეხლა ძალიან მიყვარს და არაფრის დიდებით არ შევიღება ვარც. აი ვიცი რა არის? აი ვნახე ვიდეო, სადაც TikTok-ზე ბავშვი იყო, თითქმის 15-17 წლის გოგო იყო რა და აი სამ ქონდა ოქროსფერი, აი რიჟა რა, რიჟა ხო იცით როგორ თმები აქვს, აი წითელი ოქრო როა ეგეთი. და ანუ კანის ფერი, თვალის ფერი, ყველაფერი ანუ ემჩნევა ადამიანს, რომ რიჟა, ანუ შეღებილსაც ემჩნევა, შეღებილი და იმას ემჩნევა, რომ ბუნებრივი აქვს რა. და ესე იგი ულამაზესია, აი საოცარი სილამაზე აქვს რიჟას. ან აი რუსები რო დადიან ხოლმე და აი ისეთი ლამაზი ქერათმები აქვს, განსაკუთრებით ბავშვებს, აი პროსტა ერთი ფერი კი არ არის, რაღაცა ქერა, ყავის ფერი, აი მზეა გეგონება ჩაწნული თმაში, ისეთი ლამაზია და ანუ მე ხარ რომ შევიღებო, ხო? არასოდეს ანუ რაც არ უნდა ლამაზად შევიღებო, არასდროს არ იქნება ისეთი ლამაზი, როგორც ის არის. და ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც შეღებილი ფერი უფრო მეტად უხდებათ, ვიდრე თავისი, მაგრამ ძალიან, ანუ ეს არის ძალიან დაბალი პროცენტულობით. უმეტესად ადამიანებს თავისი ფერი ბევრად მეტად უხდებათ, ვიდრე შეღებილი. თუმცა არიან გამონაკლისები, მე მინახია, თუნდაც ლიას მაგალითად მუქი თმა ქონდა ყავისფერი. ჩემზე ღია, მაგრამ ყავისფერი მუქი. ანუ გაცილებით უხდება ხა ეს ფერი, ვიდრე თავისფერი. ანუ არიან ადამიანები, რომელსაც უხდებათ, მაგრამ ანუ როცა თმა არის ჯანსაღი, როცა თმა არის ახალგაზრდა და არ არის დაზიანებული და არ არის ისეთი, ანუ ჭაღარაც ანუ ზოგს ძალიან უხდება, მაგრამ ზოგს ძალიან არ უხდება და რაღაცნაირად ძალიან აბერებს. ეს კონტეიქ. ხო და ანუ როცა ეს ცუდად არ ჩანს, მოდი ასე ვთქვათ, არ მინდა რომ შევიღებო, ძალიან ვაფასებ და მიყვარს ჩემი ფერის თმა. შემიყვარდა და დავაფასე. თუმცა წლები დამჭირდა ამისთვის. ქრისტინა ევიტუნა, შენი მეორე სახელია მერცხალი. სულ მინდა რომ ჩანდე და ტიკტიკებდენი იმ მშვიდობაში. შენაძენები ძალიან მოგიხდა მშვენიერ ტანზე ხარ. მე დიდი მადლობა ჩემო საყვარელო გოგონა. ძალიან მიხარია რომ აქაც TikTok-საც მიკომენტარებ და ჩემთან ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ნატო, ჩემი საყვარელი ძვირფასი ნატო, იკას ვენაცვალე იუმორში, თქვენი ცოცხლეთ 100 წელი ძვირფასებო. შეუძლოდ ვიყავი ისე მადიანად მაცინად, სულ დამავიწყდა რა მткиო და აი ეს ხო ყველაფრად ღირს. აი მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფრად ღირს. რომ ადამიანი გააცინო, გაახარო, მით უმეტეს და დაავიწყო რა მткиო და ცოტ ხასიათზე რო იყო და რაღაც აი ძალიან ძვირფასია, ძალიან მიყვარს. ირმა, ჩემი გონიერი ლამაზი და თბილი თოჯინა ხარ საყვარელო. მადლობა ჩემო საყვარელო და ჩემო ძვირფასო. ეგ ქართულად არის შავნაყოფარ ცირცელიო. ვაიმე. ვერსად ვერ ვნახე მაგის სახელი. არც გამიგიკა. მიკა ბაძემ დამიწერა ძალიან დიდი მადლობა. ანუ ვერ ვნახე, უბრალოდ ვერ ამოვიძიე. შავნა და არც ვიცი რა არის. ძალიან სასარგებლო არისო, უსმინე. განსაკუთრებით ასაკშო წნევისთვისო, მაგის ნაყენიო და იმენა წნევა არ აქვს ადამიანსო. მეტი შოება საქართველოში. დავუწერო უღრმესი მადლობა. ხათო და ბედნიერი ლამაზი ოჯახი თქვენ სიტყვოთი ვტკბებინი. მადლობა ჩემო სიყვარულო, რა კარგი, როგორ მიხარია. ლომი ნინ ანწლიაო. ანწლი არ არის. იმიტომ რომ მეც ანწლი მეგონა. მაგრამ ხე ვნახე და ანუ ანწლი ხომ მცენარეა და ამას ხე აქვს. და ანწლის სახელი მოვიძიე ლათინური და სხვა არის და ამის ლათინური სახელი სხვა არის.
ან წლიც მეგონა, კუნელიც მეგონა, მოცვიც ვნახე. კიდე იცით რა ვნახე? ხე აქვს ამას და სამეგრელოში არის ხე, წყავს ეძახიან. აუ ძალიან მომეწონა მაგის გემო. იქ არ ჭამენ მეგონი მაგას, მაგრამ ძალიან მომეწონა რომ გავსინჯე. ეგეც არ არის. თეო. უსაყვარლესი ხარ ევი. მგონია ჩემი შუათანა გოგოს პატარობას ვუყურებ. ზუსტად შენსავით საყვარელად საუბრობ და შენსავით მოსიყვარულე იყო და არის დღესაც. ბევრი სიყვარულით სავსე დღეს გისურვებს. მადლობა ჩემო ძვირფასო თეო. დამიწერე, აბა ეხა როგორია შენ შუათანა გოგონა ძალიან მაინტერესებს. ევა რომ აი თორნიკე და ანდრეას ხელარ იქნება როგორი გოგო იქნება. ღმერთო ჯანმრთელი ამყოფე და გაზარდე ყველა ბავშვი და ევაც რა თქმა უნდა. ახათუნა, უსაყვარლესი ევიტუნა, რანაზი და ნიჭიერი გოგო ხარ დედასავით. ვაიმე, მადლობა, უფალმა გაგაბედიოს ნინი ულამაზესი სულით და გულით. მადლობა, ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა. თამუნა, ნინკონდიციონერს ფრეონის დამატება უნდა არ ყოფნის ფრეონი და მაგიტო უშვებ თბილსო. ხო, ალბათ ეგრე არ ვიცი. თათია, ეგრე რა, დატკბი ცხოვრებით. ხათო, ნინი ყველაფერი ძალიან გიხდება კარტანზე ხარ. მადლობა, ჩემო საყვარელო. ხათო, ნინი ევას ეთყობა რომ ძალიან მოაზროვნე და წარმატებული გოგო გაიზრდება. ინგლისურად ფიქრობს და ლაპარაკობს. თან ამავე დროს ქართულსაც ინგლისურიდან თარგმნებს. მოკლედ, ევას უცხოენების ათვისების უდიდესი ნიჭია. ესე იყვნენ თორნიკე და ანდრეაც. და დღესაც კი ბევრ რაღაცას რუსულიდან თარგმნიან ხოლმე და ისე ამბობენ და რუსული იციან როგორც მატარებელმა, ენის მატარებელმა ისე იციან რუსული ამათმა. და რა ვიცი, ამიხარია ეგ. და ევას კიდე ინგლისური ეცოდინო და ეგ ძალიან მიხარია. ანა, მაგარ ფორმაში ხარ მაიკა როგორც საყვარელი და გიხდება. იკას იუმორი სუპერა, მადლობა ძირფასო. ტატიანა, ვაიმე იკა ყვარობ ნინი მართლაც სუდად გადადიხარ ბუგაროკებზე და ჭებზე. პერადოქს პოპ მაგ დროს იკას კუდუსუნი თუ არა მანგანა შეიცოდა. იკას კუდუსოს ვინ დარდობს? მანგანა. ანუ რა შეიცი საქმე? რომ მგონია რომ სპეციალურად რომ მგონია რომ ავაშორებ და ესე მივდივარ მაშინ ვურთხა. ანუ შემთხვევით კი ისე კი არა რომ ხედავ და კიდია. ანუ ვფიქრობ რომ უნდა ავაშორო და ეგრე მივდივარ და მაგ დროს ვურტყავ. რთული სიტუაცია. ლელა იკარა საყვარელია, მასთან არ მოიწყენი უმორი ყველა სიტყვაში თან რომ ვარჯიშობს იმდენი ვიცინე კარგ ხასიათზე დავდეგე საუკეთესოები ხარ საოცარი ოჯახი უფალი გფარავდეთ. აბა თან ის დამაყიდინა ის მინდოდა დიდი გირა მეყიდა, იმიტომ რომ მინდოდა რომ იდეაში ბავშვო მაცი ვარჯიშონ მე და რაღაცა, მაგრამ არაო ეგო ევასო ფეხზე რომ დაეცესო, ესე ხო უკეთდება, ანუ პროფესიონალურები რო არის, აი რკინისა როა და რო უკეთდება ჰანტელები და ეხსნება, ეგეთი იყო და აქეთი გიან მქონდა რკინები, ეს რო დავარდეს და ევას ფეხზე დაეცესო. რას ლაპარაკობ და არ მაყიდინა ის. იმას მე მაინც ვიყირი. ლელა, ნინ ძალიან გიხდება მშვიდობაში საყვარლობა და შენც ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ. მადლობა ჩემო ძვირფასო. მელანო მეცო ყავასო. მიყვარხარ. ბაბი, კარგი აზრები გაქვს ეს ცხოვრება უსასრულო არა და უნდა შეირგო დრო, ეგრეა ძვირფასო, ეგრეა. ძალიან შემაყვარე შენი თავი და ოჯახი გფარავდეს უფალი შვილო. დიდი მადლობა ძვირფასო, მე ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ. მეც უსასრულოდ გაკოცე ჩემო თოჯინავო ირმა მიყვარხარ ძალიან ძალიან ძალიან. ორი დღის მყუდრო ვლოგზე დამიწერა ასევე ირმამ ლამაზი თბილი და ტკბილი ვიდეო. მადლობა ჩემო საყვარელო. მარი მე ძალიან მომწონს ესეთი ვიდეოებიო. აი ესე კომენტარების ბოლომდე ჩავედი, მაგრამ იცი რა შესაქმე ის ახალი კომენტარები დამეკარგა. იმიტომ რომ იმეებს დავაგულე და თან სრულიად სხვადასხვა იმეებზე იწერება ხოლმე, ხო ხვდებით? აი ხაშკი შევალ ბოლო ვიდეოში, მაგრამ
მარტო ბოლო ვიდეოზე კი არ ეწერა. მანაც ხვევაში არ გამიცინჯავს ბროკოლი ნინი შეგერგოსო. აუ ბროკოლი ძალიან მეზიზღებოდა ხოლმე ადრე და ეხა ისე ძალიან მომწონს, რომ ძალიან მიგურს კიდევაც. ზოგჯერ რო ვაგულებ ხოლმე კომენტარს, ეხლა იქ ხო დავაგულე, რასაც უპასუხე. დილამშვიდ. ხო და აქ არ მიჩვენებს იმას. რო დაგულებულია. ეცქარეთ, ევა გამოიხედე. ევა. ოკეი. მოგეთ კარგ დღეს გისურვებთ სიურპრიზებო ყველას. მიყვარხართ ძალიან მეძინება უსასრულოდ. ხო და მე მაქრო დღეს ცოტა გამოვიძიებ, დავისვენებ და მე ერთი საქმის გაკეთება მინდა და იმედია მაგას გავაკეთებ დღეს. უკვე რამდენი ხანია მინდა. დავდებ. კარგი დღე. გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქით არხი. მალე 29,000 ვიქნებით. და თან ლაივების გარეშე. ეს არის უბრალოდ ჩემი მაყურებელი, რომელსაც მე ვუყვარ. ანუ